მოგესალმებით, ეთერშია დემოკრატიის დრო, დემოკრატიის დრო ეს არის პოდკასტების ციკლი, რომელიც ეძღვნება სახელმწიფოს სამართალს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და არა მარტო პოლიტიკურ მოვლენებს, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც საზოგადოებას ეხება. სანამუშაო სტუმარზე გადავიდოდეთ, მოგიწოდეთ გამოიწოდეთ ჩვენი Facebook და YouTube გვერდები. პოდკასტ ბათუმი არა მარტო დემოკრატიის დრო არის, არამედ ძალიან ბევრი და საინტერესო სხვადასხვა სახის პოდკასტები. დღევანდელი ჩვენი სტუმარია თამარ წულუკიძე, საია საჭერის ფილიალის თავმჯდომარე და ჩვენი ძალიან საინტერესო საკითხია შეკრებილების სასაუბროდ აქტიური მოქალაქეობა. მოქალაქეობის დეფინიცია რო გავიაროთ, სამართლებრივი მოქალაქეობა ეს არის სამართლებრივი პოლიტიკური კავშირი სახელმწიფოსთან, თუმცა ზოგს მიაჩნია რომ ცალმხრივია ეს კავშირი და არ არის ორმხრივი. იმიტომ რომ გარკვეული ტიპის ადამიანებს სურთ უფლებებს, ვალდებულებას გაექცნენ გარკვეული რაც მას აქვთ. მოდი დავიწყოთ საუბარი მოქალაქეობის და აქტიური მოქალაქეობის შესახებ. ბოლო პერიოდში გარკვეულწილად ამოვიდა წინაპლანზე მოთხოვნილება და ეს მოწოდება ვფიქრობ რომ ყველა მოქალაქის მიმართ ბუნებრივად ვერ გავრცელდება, იმიტომ რომ ვერ იქნება ყველა მოქალაქე აქტიური. ეს ალბათ მე პირადად ვთვლი რომ ეს არის გარკვეული შინაგანი მოთხოვნილება ადამიანისა, რომელიც გულისხმობს რომ იყოს მუდმივად აქტიური, ჩაერთოს გარკვეულ ან პოლიტიკურ პროცესებში, ან დისტანცირებული იყოს პოლიტიკურ პროცესისგან. ერთად შემთხვევაში გარკვეული ადამიანები ნიჰილისტურად არიან დამოკიდებული სხვა მოძრაობების მიმართ, მათ შორის იგივე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, იმიტომ რომ მიაჩნიათ, რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება მიუხედავად მისი აქტიურობისა და გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ეს მათი აქტიურობა უბრალოდ ვიღაცის მიერ იქნება მიწერილი საკუთარ თავზე. ეს ერთი ამბავი. მეორე ის რომ გარკვეულწილად გვაქვს დამოკიდებულება იმისა, რომ ვიღაც მესამე ძალა ყოველთვის მართავს გარკვეულ მოვლენებს, მათ შორის მოქალაქეებსაც და სამოქალაქო საზოგადოებასაც, მათ შორის და გვაქვს კიდევ გარკვეული ფაქტორები მასთან დაკავშირებით, რომ აი იარლიყის მიწებება გარკვეული აქტიურ მოქალაქეებზე ძალიან ესეთი მოდური გახდა და გარკვეულწილად ადამიანები გაურბიან აი ამასაც. ზოგადად მე თუ მკითხავთ აი აქტიურ მოქალაქეობასთან მიმართებაში გარკვეულწილად სტიგმა იმისა რომ აი მოწოდება ხშირად რო ისმის რომ აი ჩაერთეთ პროცესებში ასე შემდეგ ეს არის ყოველთვის ერთი კონკრეტული წრის მიმართ გაკეთებული განცხადება. ანუ ამ მოქალაქეთა დიდი ნაწილი ყოველთვის ჩდება ჩრდილში ასე ვთქვათ, მაგრამ ნუ გააჩნია მოვლენებს როგორც დაგვანახა გარკვეული მოვლენები, იმიტომ რომ არის გარკვეული მოვლენები, რომელზეც აქტიური მოქალაქეები რეაგირებენ უფრო მწვავედ, ზოგ შემთხვევაში კი ნაკლებად მწვავედ. აი რომ დავიწყოთ მაგალითად საუბარი ამაზე, რა არის ბოლო ესეთი თქვენი აზრით რა არის პირველ რიგში რა არის აქტიური მოქალაქეობა, რაში მდგომარეობს ის და მეორე შემთხვევაში რა გვაქვს გადასალახი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ გარკვეულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდოთ მათ. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. და ჩემი მხარდაჭერა მინდა დავფიქსირო თქვენი პოდკასტის მიმართ და ზოგადად YouTube სივრცის მიმართ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს არის სივრცე, სადაც ადამიანებს ძალიან ღიად და თამამად შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება და ძალიან ხშირად ამ ბოლო პერიოდში ვხედავ YouTube სივრცეში მათ შორის, რომ ეს სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია მათ შორის ძალიან კარგად არის დაფიქსირებული და ბუნებრივია ეს ძალიან კარგი და მხარდაჭერი ფაქტია. რაც შეეხება აქტიურ მოქალაქეობას, ეს გამოიხატება იმაში, რომ ადამიანმა იცოდეს რა არის თავისი უფლება და ამავე დროს იცოდეს რა არის თავისი ვალდებულება. ჩვენ რაღაც ერთ სივრცეში რომ შევგროვდეთ, ძალიან მარტივად ჩამოთვლენ ადამიანები რა არის მათი უფლება და ძალიან ბევრ უფლებას დაასახელებენ. თუმცა რა არის მათი ვალდებულება, ამაზე ხანდახან ესეთი ღია და მკაფიო პასუხები არ არსებობს. ვალდებულება სწორედ აქტიური მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს თუ რა შეიძლება იყოს მისი ვალდებულება, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთოს ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის მიიღოს მონაწილეობა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. და ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდის მოვლენები, თუნდაც ის შემთხვევა, რაც იყო იგივე ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის აგენტების კანონთან მიმართებით, აქციები, რომელიც ჩვენ ვნახეთ თბილისში, ბათუმშიც ასევე, იყო იმის გამოხატულება, თუ როგორი უნდა იყოს აქტიური მოქალაქე და როგორ უნდა დააფიქსიროს ამ მოქალაქემ საკუთარი პოზიცია ძალიან ნათლად და მკაფიოდ. აქ აგრეთვე ჩანდა ისიც, რომ ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას. ჩვენ საქართველოს ისტორიაში გახსოვს არაერთი აქცია და თითქოს
თითქოს ეს აქციები იმდენად თანმიმდევრულია, იმდენად ხშირია, რომ მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ რა აზრი აქვს აქციაზე დგომას. თუმცა ეს ბოლო ფაქტი ამის მკაფიო დადასტურება იყო, რომ ნამდვილად შედეგზე შეიძლება გახვიდე, როდესაც ჭეშმარიტ აზრს იცავდა, როდესაც ერი საკუთარ ეს ერთობლივ პოზიციას ასე აფიქსირებს. კი, გეთანხმებით აბსოლუტურად, მაგრამ აი გარკვეულწილად არის საკითხები, რომელიც აქტუალურია ესევე, თუმცა ამ ბოლო შემთხვევაში ჩვენ გვაჩვენა ეს გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია ადამიანებისა, ხო, ანუ არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში ისაც კაცი ჩანდა ეს კატეგორია ადამიანებისა არის ძირითად შემთხვევაში ახალგაზრდები, ხო? ანუ გარკვეული ადამიანები მაინც დისტანცირებულები არიან ამ ყველაფრისაგან. ფიქრობთ კი რომ თქვა აი ამ ადამიანებს რომლებიც გვეწინა პლანზე წამოვიდნენ თქვა ახალგაზრდების თვალსაზრისით ხდება ჩანაცვლება გარკვეულ თაობათა აი ამ აქტიური მოქალაქეობის თვალსაზრისით. ამის კაფეო მაგალითი იყო თუნდაც ეს შემთხვევა, ანუ ახალგაზრდები, ანუ ახალი თაობა ძალიან ნათლად წამოიძიეს წინ. წლების განმავლობაში იყო განცდა, რომ თუ აქციაზე იდექი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ასე ვთქვათ, უჭერდი მხარს ან პოლიტიკური პარტიის მოწოდების გამო იდექი აქციაზე. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში, უნდა შეიცვალოს ყოველ შემთხვევაში და ნელ-ნელა იცვლება ეს ტენდენცია და ამ კაფეოდ აფიქსირებენ საკუთარ აზრს ეს ადამიანები, მათ შორის აქციაზე, მათ შორის სოციალურ სივრცეში, რომ ისინი არ არიან მოწოდებით გამოსან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ვიწრო ხედვიდან გამომდინარე, არ იმყოფებიან აქციაზე და ამ ასე ვთქვათ, მოწოდებას არ გამოუყვანიათ ისინი იქ. საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე არიან ისინი, იყვნენ ყოველ შემთხვევაში ისინი ამ აქციაზე და ტენდენცია ამ კუთხით მე ვფიქრობ, რომ შეცვლილი არის ამ ნაწილში. თუმცა, ხო, აი ეს არის იმის გამოხატულება, რომ თაობები იცვლება და შეიძლება ახალი თაობა განსხვავებულად აღიქვამდეს, საერთოდ არ აინტერესებდეს ის თუ რა პოლიტიკური რეალობა შეიძლება იყოს, ანუ რა პოლიტიკური პარტია, ასე ვთქვათ, იყოს ამ აქციაზე გამოსული, მათ შორის აფიქსირებს თავის აზრს. მისი მიზანი არის ის, რომ უბრალოდ დაიცვას საკუთარი ქვეყანა და თავისი ევროპული მომავალი. ეს ტენდენცია მე პირადად, ასე ვთქვათ, დავაფიქსირე, რომ იყო რეალურად ამ აქციების განმავლობაში. მე ხშირად გარკვეულწილად მაქვს პროტესტი გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეობასთან და არაერთხელ ვისაუბრე მათ შორის ჩემს სტუდენტებთან, წინა პოდკასტში ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ძალიან მაკვირვებს ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მდგომარეობა, რომელსაც მოქალაქეები გაურბიან ზოგადად და ცდილობენ, რომ გაექცენ გარკვეულ ვალდებულებას, მათ შორის ერთ-ერთი ვალდებულება თან ყოველთვის ვაბამ ამას, იმიტომ რომ პირდაპირ საქართველოს უსაფრთხოებაზე არის ხაზი გასული, ეს არის საყოველთაო მობილიზაცია, მათ შორის ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახური, რომელსაც არ ვიცი რის გამო, თქვათ, როცა ვკითხულობ, რომ ჯარში სათანადო პირობები არის თუ არა, მეუბნებიან, რომ არის პირობები, მე არ ვარ კომპეტენტური ამ მიმართულებით, მაგრამ ხშირად აი თუნდაც განხილვება გვაჩვენა ჩვენ, რომ სტუდენტებთა გარკვეული ნაწილი დიდი ნაწილი მათ შორის წინააღმდეგი არის სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე წავიდეს. ხასაგებია რომ თქვა იქ დარაჯად მუშაობა პრიორიტეტი არ არის არავისთვის და ეს საშინელება არის, იმიტომ რომ ჯარი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე ის რაც ხდება ამ ეტაპის თქვა იგივე თქვა რომელიმე კერძო დაცვის კომპანია იქნება თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახური თუ სხვა ტიპის დაწესებულებები. რა არის წინაპირობა იმისა, რომ გარკვეულწილად აი მაგალითად ყოველს პარალელს ვავლებ სახელმწიფოებთან, ვინც მსგავს ტიპის გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება, არ მახსენდება ალბათ ისრაელი ასე თუ ისე, მაგრამ საქართველოს გარდა ესეთი მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა არავის არ აქვს, თან 20 მტერი ფაქტობრივად მომდგარია, ხო, ცენტრალურ მაგისტრალთან ამოსული. ანუ არ მახსენდება არც ერთი სახელმწიფო, რომელიც მსგავსი მიდგომით ექცეოდეს საყოველთაო გაწვევას ადამიანებისა და მათ შორის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით აი იყო გარკვეული პერიოდისა თანხასაც კი იხდიდნენ იმისთვის, რომ გადავადებოდათ გაწვევა. რა არის განაპირობებს ამას და რის თქმის საფუძველს გვაძლევს ეს ნაკლები პატრიოტული სულისკვეთება ჩვენში, როგორც მოქალაქეებში თუ რაღაც სხვა? პატრიოტული სულისკვეთება უფრო არ, ანუ ის პირობები თქვენ რასაც საუბრობთ, თლად, ანუ რაოდენობრივად მცირე მასშტაბის ადამიანთა ჯგუფს არის გათვლილი, ანუ ყველა რომ გაიწვიონ, ასე ვთქვათ, არ არსებობს შესაბამისი პირობები, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჯარის სავალდებულო სამსახურში გაწეული პირის ყოფა. ანუ
და ამავე დროს ის რომ უნდა იდგეს გუშაგად თუნდაც ეს მეორე ვარიანტი, რასაც თავაზობს სახელმწიფო რომ უნდა ასრულებდეს ასე ვთქვათ დაცვის ფუნქციას, ბუნებრივია ეს აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ ხდება ფაქტობრივად უფასო მუშახელის გამოყენება, რომლებიც დამამცირებელი ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა იდგნენ და რაღაცა ასრულებდნენ ამ ვალდებულებას. ბუნებრივია ეს შეურაცხმყოფელიც არის ამავე დროს და ამავე ეს პერიოდი შესაძლებელია ახალგაზრდამ მოახმაროს იგივე სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც მისი ასე ვთქვათ მომავალისთვის შეიძლება უფრო ასე ვთქვათ ბევრად უკეთესი იყოს. ანუ პირობები და შეთავაზება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით უნდა იყოს ბუნებრივია მაღალი სტანდარტის უფრო და უნდა უჩენდეს სურვილს საქართველოს მოქალაქეს იყოს ასე ვთქვათ საბუდებულო სამსახურის წევრი. ანუ მას იყო საქართველოს ისტორიაში იყო რაღაც პერიოდი, როდესაც სურდათ იგივე აკადემიაში ძალიან აქტიური იყო რაღაც პერიოდში და დიდი მოწონებით სარგებლობდა და ხშირად უჩნდებოდა სურვილი მოქალაქეებს რომ ყოფილიყო სამხედრო აკადემიის წევრები. თუმცა ეს სტანდარტები დროთა განმავლობაში შეიცვალა და ამ პერიოდშიც იმ ასე ვთქვათ პირობებს ვერ სთავაზობს სახელმწიფო მოქალაქეებს რომ სურვილი გაუჩნდეთ იყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის ასე ვთქვათ შემსრულებელი პირები. გონია რომ ისევ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხია, საკმარისი ფინანსების არარსებობის საკითხი, რომ ასე ვთქვათ შესთავაზონ გარემო, სადაც სურვილი შეიძლება გაუჩნდეს პირს, რომ შეასრულოს ეს ვალდებულება. თუმცა სულ პატრიოტიზმთან მე მგონია რომ ეს კავშირში არ არის, იმიტომ რომ თუნდაც უკრაინის აქციებთან დაკავშირებით მე იმ პერიოდში ვიყავი თბილისში და როდესაც იყო უკრაინის მხარდასაჭერი აქცია, მაშინაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოქალაქე გამოვიდა, რომელიც უჭერდა მხარს ბუნებრივია ომის შეწყვეტის საკითხს და მხარს უჭერდა უკრაინას ამ პროცესებში. და ასე ვთქვათ, სურვილი იყო ძალიან მკაფიო და პატრიოტული, ასე ვთქვათ, მისწრაფებები ამ აქციის განმავლობაში ძალიან ნათლად იყო გამოკვეთილი. ანუ ამის ნაკლებობას ეს სივრცე ნამდვილად არ განიცდიდა და თამამად შეიძლება ითქვას. ნუ თავდაცვითარობის ამბავზეა საუბარი და არა გასაგებია სამოქალაქო პროტესტი ერთია, მაგრამ თავდაცვითარობაზეა საუბარი. რეგულარული ჯარი ბუნებრივია კარგია, როცა ყავს ძლიერი, მაგრამ რეგულარული ჯარის მიღება უნდა არსებობდეს იგივე გარკვეული ნაწილი სარეზერვო თუ გინდ სარეზერვო გარკვეული გაწვევის საკითხები უნდა დარეგულირდეს ან მსგავსი რამ სხვა ფორმატი. მაგალითად არ ვიცი გირჩის სტატისტიკა რამდენს უხდიან გირჩი იმისთვის რომ გასცეს გარკვეული დოკუმენტი დემსახურების ნამდვილად არ ვიცი როგორია, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან მაღალი იქნება ეს თანხა, რომელიც შედის პარტიის ბიუჯეტში იმისთვის რომ თუ ორგანიზაციის რომელიც მათ მიერ არის დაფუძნებული ბიუჯეტში რომელიც გასცემს რეგულარულად აი ამ საბუთებს რომ არიდება მოხდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავი. კარგი, რა უნდა გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის რომ გააქტიუროს ამ მოქალაქეები მათ გარშემო თუ სხვა არის ამ შემთხვევაში ვინმე აქტორი ვინც უნდა მოახდინოს კონსოლიდაცია გარკვეული იდეის გარშემო. თქვა ჩვენ გქონდა პერიოდი დინამიკას თუ დავიჭერთ გარკვეული მოვლენების ხო ხალხი ერთიანდება ან ლიდერის გარშემო ან გარკვეული მოვლენის გარშემო ან ამ შემთხვევაში იყო სამოქალაქო საზოგადოების წინაპლანზე წამოწევს, სადაც შუა არასამთავრობო ორგანიზაციების გარშემო გაერთიანდა ხალხი. გაქვთ რესურსი იმისა რომ მოქალაქეები გააქტიუროთ დღეს? ხო, ეს ქართულ ხალხს ზოგადად აქვს მისწრაფება რომ ლიდერის გარშემო გაერთიანდნენ და ეძებენ ვინმეს, ვინც ასე ვთქვათ, იქნება გადამრჩენელი ამ სიტუაციაში ერთ ადამიანს, რომელსაც გაყვებიან და თითქოს ის გააბრწყინებს ქვეყანას და ასე შემდეგ. მაგრამ გვჭირდება იმის გააზრება, რომ ყველას გვაქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და საკუთარი როლი ამ საზოგადოებაში. საია როგორც ასეთი ორგანიზაცია, ჩვენი მიზანი არის ის, რომ ცნობიერების ნაწილში ცნობიერება აუმაღლოთ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც ტიპის ინფორმაცია შეიძლება არ გქონდეს მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორის საკითხები, რომელიც არის სამართლებრივად რთული და არა იურისტისთვის გაუგებარი, ვცდილობთ, რომ მათთვის გასაგებინაზე ავუხსნათ, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მათთვის და ასე ვთქვათ, მათი როლი გავზარდოთ ამ მიმართულებით. ჩვენი საგანმანათლებლო პროექტები ჯერ კიდევ სკოლის ასაკის ბავშვებზე ასე ვთქვათ, ვრცელდება. ჩვენთან მოდიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, მათ შორის რა არის აქტიური მოქალაქეობა და შემდგომ უკვე ეს თაობა იქნება ის თაობა, რომელიც დააფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ესე ღიად და საჯაროდ. სამოქალაქო საზოგადოების როლი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ვალდებულებაა სწორი ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე და ინფორმირებული იყვნენ ადამიანები იმის შესახებ, თუ რა ხდება ქვეყანაში. თუნდაც ის, რომ ჩვენ ვითხოვთ იგივე საკრებულო საქმიანობის ანგარიშს და ვახორციელებთ მონიტორინგს მათ საქმიანობაზე და შემდეგ
რადგან მონიტორინგის ანგარიშს მოსახლებას წარმოადგენთ, ამის ნათელი გამოვლინებაა, რომ ჩვენ გვსურს მოსახლება იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება მათ ასე ვთქვათ საკანონმდებლო საკრებულოში რა საქმიანობას ორგანოში. დიახ, ახორციელებენ. ხო, ნუ მეორე საკითხია ეს ინფორმაციას გვაწვდის თუ არა საკანონმდებლო ორგანო საკრებულო გვაწვდის თუ არა ამ ინფორმაციას, ხშირად არის პრობლემები ამ კუთხით, ინფორმაციის მოწოდების თვალსაზრისით, თუმცა ნუ მიზანი ცალსახად გვაქვს ის, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ და მოსახლეობამდე მივიტანოთ. ანუ ჩვენი ჩართულობა ამ კუთხით შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მიმართულება არის ეს, რომ მონიტორინგი გავუწიოთ და ეს ინფორმაცია დავამუშავოთ და მოსახლებას შევუქმნათ წარმოდგენა რიგი ადმინისტრაციული უწყობების საქმიანობის თვალსაზრისით და ნუ მათ ნაწილში. გასაგებია. მე მაგალითად ერთადაც განმოვითარებ, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ადრე ვაკვირდებოდი გარკვეულ დინამიკას ამ მიმართულებით. აქტიური მოქალაქეობა გასაგებია ჩვენ ვისაუბრეთ გარკვეულ მოვლენებზე, რომელშიც ადამიანები უნდა აქტიურობდნენ და სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებდნენ ყველანაირი წინაპირობის გარეშე, მათ შორის ბოლო მოვლენები ნათელი მაგალითი ამისა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ აქტიური მოქალაქეობა შესაძლებელია დაიწყოს სხვადასხვა საზოგადოებისთვის თუ ჩვენთვის შესაძლოა ერთი შეხედვით ეს არ იყოს მთლად აქტუალური და ძირეული საკითხი, მაგრამ მაგალითად იგივე გარკვეული საკითხები, რომელიც დაკავშირებული არის ბინათ მესაკუთრე დამხანაგობებთან. იყო პერიოდი, როცა აი ამ მოძრაობამ გარკვეულად გააქტიურა მათ გარშემო ადამიანები და აიძულა, რომ თქვათ, გასაგებია სახელმწიფოებრივ საკითხებში არ ხართ აქტიური, მაგრამ მოდი თქვენი საკითხების მოგვარებით დაიწყეთ ეს ყველაფერი. არ ვიცი სახელმწიფო ეხა რა საკეთებს ამ მიმართულებით, გაქვთ თუ არა ინფორმაცია თქვენ რაღაცად ეხმარებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ადამიანებს. მათ შორის ვაკვირდებოდი, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ ეს ადამიანები აი იგივე წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში, საკრებულოს საქმიანობაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული და ფაქტობრივად როგორ მოხდა, დაიწყენ თავისი ეზოს მოწესრიგებით და გადავიდნენ უკვე ქალაქის დაგეგმარების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მე რამოდენიმე საკრებულოს ხომასაც კი დავესწარი, სადაც წარმოდგენილები იყვნენ ძალიან აქტიური ეს ადამიანები, ვინათ მესაკუთრეთ და მოხანაგობის თავმჯდომარეები ყველაზე აქტიურები მათ შორის ქალაქში და რეპლიკებსაც ისროდნენ რაღაც გარკვეული წინადადებებიც ჰქონდათ, შემდეგ როგორც გავიგე ინიციატივებიც ჰქონიათ. არის თუ არა ამის წინაპირობა დღეს და ბოლო დროს არ გამიგია სიმართლე გითხრათ და გაქვთ თუ არა რამე კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან აქტიური ადამიანები არიან მათ შორის. საერთო კომუნიკაცია ამ ეტაპზე მათთან არ აქვს, თუმცა ანუ ბუნებრივია ძალიან ძალიან კარგი ფაქტია თვითონ ის, რომ და ნათელი მაგალითი როგორ შეიძლება მარტში და პრობლემის მოგვარება ბით დაიწყოს, ასე ვთქვათ, გლობალურად ფიქრი ქვეყნის პრობლემის საკითხზე. ამ ხანაგობასთან ესე ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს, თუმცა ბუნებრივია კარგი იქნება მათი ჩართულობა თუ გაგრძელდება და ასე ვთქვათ, კვლავ არა მხოლოდ ინდივიდუალური შიდა საქმიანობის თვალსაზრისით იქნებიან აქტიურები ადამიანები, არამედ უკვე მუნიციპალურ დონეზე და ეროვნულ დონეზე მათი ჩართულობა იქნება მაღალი. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, შიდა მარტივი პრობლემების დაბალ დონეზე, ვთქვათ, პრობლემების გადაჭრით დაწყებულ სამოქალაქო აქტივიზმს, მე შემიძლია იგივე გავიხსენო სკოლის პერიოდის შემთხვევაში, სკოლის მოსწავლეობით დაწყებული სამოქალაქო, ასე ვთქვათ, შიდა პრობლემის მოგვარებით დაწყებული შემთხვევები, როგორ შეიძლება შემდგომ უკვე აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში გადაიზარდოს, იგივე მაგალითად ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ იყო რიგი შემთხვევები, როდესაც იგივე შიდა პრობლემა სკოლის მასწავლებლის გათავისუფლების საფუძვლით დაწყებული აქციის გამოხატულება, როდესაც რამდენიმე გაკვეთილზე არ შევედით სკოლის მასწავლებლები და ვიცავდით საკუთარი სკოლის პედაგოგის სამუშაო უფლებებს და ვითხოვდით მის დაბრუნებას. ანუ ეს არის მაგალითი იმის, როგორ შეიძლება შიდა ინდივიდუალურ დონეზე დაიწყოს სამოქალაქო აქტივიზმი და შემდეგ უნივერსიტეტის დონეზე, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ძალიან პირადად ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული იგივე აქციები იქნება თუ რაიმე სხვა ფორმით გამოხატული სამოქალაქო აქტივობა. იგივე შეიძლება ვილაპარაკოთ თვითმმართველობის, იგივე შეიძლება ვილაპარაკოთ ამხანაგობის მაგალითზე, აი თქვენ რაც ახსენეთ, ამ შემთხვევაში შიდა, ასე ვთქვათ, დასახლების დონეზე არსებული პრობლემა, რომელსაც ამხანაგობა შეიძლება ესე აგვარებდეს და კავშირში იყოს მუნიციპალიტეტთან და ითხოვდნენ მისგან ამ პრობლემის გადაჭრას, შემდგომ შეიძლება უკვე სხვა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერების საფუძველი გახდეს.
2024 წელი ძალიან საინტერესო წელია საქართველოს ისტორიაში მომდევნო წელი, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო წელი არის მათ შორის და ბოლო არჩევნებმა მათ შორის რომლებიც ჩატარებულა საქართველოში გვაჩვენენ რომ ძალიან მაღალი ხარისხი აბსენტეიზმის, ანუ ადამიანები ფაქტობრივად უარს აცხადებენ, თან მიზანმიმართულად აცხადებენ უარს არჩევნებში მონაწილეობაზე. ანუ ეს არის დაბალი გარკვეული პოლიტიკური კლასის მაჩვენებელი, ალბათ მე ასე ვფიქრობ და ალბათ პოლიტიკური პარტიების ბრალიც არის, იმიტომ რომ ის მათი ბრძოლის გეგმა გარკვეული, რომელიც პოლიტიკური ბრძოლად უნდა იყოს, რეალურად აბსოლუტურად სხვანაირია ეს ერთი, მაგრამ მეორე ის რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანია, არ არსებობს კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ ადამიანებმა მიიტანონ საარჩევნო პროგრამა, ფაქტობრივად მე არ მინახე დიდი ხანია კარგი საარჩევნო პროგრამა, ისეთი როგორიც იქნებოდა ჩემთვის მაგალითად საინტერესო და დასაკვირვებელი, ну ეხლა მე არ ვამბობ ფუჭ და ყავდაპირებებზე, რომელიც ძალიან მარტივად ეშიფრება, ხო? 2024 წლის არჩევნები, თქვენი აზრით, იქნება და სტუდენტებთან ერთად ვსაუბრობ, სხვა შორის ისინი ამბობდნენ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობით გამორჩეული, იმიტომ რომ ახალგაზრდები არ მოდიოდნენ არჩევნებზე, მეუბნებიან თვითონ და ეხლა არჩევნებზე ახალგაზრდები მოვლენ მეტი ვიდრე სხვა არჩევნებზე იყვნენო. როგორ ფიქრობთ თქვენ? ვეთანხმები აბსოლუტურად, მგონია რომ ამ კუთხით ძალიან მაღალი იქნება აქტიურობა. იმიტომ რომ სოციალურ სივრცეში მინიმუმ იგრძნობა, ანუ ამ ბოლო პერიოდში რაღაც სოციალურ სივრცე გახდა საზომი, საზოგადოების აქტიურობის და ჩანს ის თუ რამდენად აინტერესებთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ის თუ ვინ იქნება გადაწყვეტილების მიღების სუბიექტი ქვეყანაში. ამიტომ მგონია რომ 2024 წლის არჩევნები ნამდვილად შეიძლება იყოს აქტიური ამ თვალსაზრისით. აბსენტეიზმის ნიშნული საკმაოდ მაღალი იყო ჩვენს ქვეყანაში. იყო ასე ვთქვათ დამოკიდებულება რომ არჩევნებზე მისვლით არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ თუნდაც მიხვიდე და ბიულეტენი გააფუჭო ამ შემთხვევაში, როგორც ასე ვთქვათ ის რომ არ გამოიყენან მე ეს ხმა თავიანთ სასარგებლოდ რიგმა პარტიებმა, უკვე არის მოქალაქეობის პოზიციის დაფიქსირება. მე მგონია რომ 2024 წლის არჩევნები ამ კუთხით შეცვლის სტანდარტს და რაოდენობის თვალსაზრისით ბევრად უფრო მეტი ამორჩეველი მივიდა და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ვიდრე აქამდე ყოფილა. ნუ თან თაობრივად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდები მგონია რომ ამ პოზიციას ძალიან ღიად და ნათლად დააფიქსირებენ და ამ კუთხით აქტიურობა იქნება ძალიან მაღალი. დიდი მადლობა თამარ. მე მინდა წარმატება გისურვო შენს პოზიციაზე. და დარწმუნებული რომ კარგად გაართმევ თავს აი ამ პერიოდში შენს დაგესწრებულ მოვალეობას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, თუნდაც იმ კუთხით, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ მოქალაქეთა გააქტიურებისთვის, ეს იყო დემოკრატიის დრო, ჩვენ მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით, გავაფრთხილდით ერთმანეთს.